შეგვიძლია მინდა გკითხოთ, ხომ არ მიიღებთ მონაწილეობას და ხომ აპრილში 27 ამ წუთში არა ვარ მზად მე ამ შეკითხვისთვის. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ვინმეს მონაწილეობა არ მონაწილეობაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი მგონია მე ახლა, რომ რაღაცა პირობები შეიქმნას იმისათვის, რომ ყველა ვინც ამ შემთხვევაში გამოთქვამს სურვილი ექნება მონაწილეობისა, რომ ის იყოს დარწმუნებული და თუნდაც პირველი ტესტი დავარქვათ ამას ახალი ხელისუფლების პირობებში, რომ მართლაც სამართლიანი, კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩატარდება. სხვა შემთხვევაში მხოლოდ სტატისტიკის როლში მონაწილეობის მიღებას, რა თქმა უნდა, აზრი არ აქვს და შეიძლება ასეთებიც მოიძებნონ, მაგრამ მე ვფიქრობ, მაინც და მაინც დიდი მნიშვნელობა ამას არ ექნება. ძალიან მნიშვნელოვანია თუ საზოგადოება დაინახავს, რომ არჩევნების ჩატარების თვალსაზრისით, არჩევნების ჩატარების კუთხით შეიქმნა სხვა რეალობა. მოვიდა სხვა ხელისუფლება, რომელიც აკრიტიკებდა წინა ხელისუფლებას და იყო სამართლიანი ეს კრიტიკა ბევრი მიმართულებით და რომ ამ კუთხით რაღაც სტრატეგიულად და სტაბილურად შეიცვალა ქვეყანაში. ჯერჯერობით გამიჭირდება მე თქმა ამისა, რომ ამ ხრივ რამე შეიცვალა, მაგრამ ალბათ უახლოესი პერიოდი ამ ცვლილებას გამოაჩენს. არა. მაინტერესებს თქვენი მოსაზრება, უკვე გაჟღერდა იდეა ესეთი, რომ დაიწიოს ბარიერმა 1%-მდე. ბარიერის აწევა ცვლილება ხშირად მომხდარა პოლიტიკური მასზე, რადგან მოთხოვნა არის დაწევის, ხო არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ პოლიტიკურ სივრცეში მოხდება პარტიების არა დავუშვათ კოალიციებად გამსხვილება, არამედ მათი უფრო დაშლა და დაქუცმაცება. თქვენ გულისხმობთ ალბათ ტესკოს თავმჯდომარის ინიციატივას. იცით, მე საერთოდ არა ვარ მომხრე, რომ ამოგლეჯილად ასეთი ტიპის ინიციატივებზე მოხდეს განხილვის დაწყება. თუ იგეგმება ფართომასშტაბიანი რეფორმა საარჩევნო კანონმდებლობის, ზოგადად საარჩევნო გარემოს ცვლილების თვალსაზრისით, მე ვფიქრობ, ესეც არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც უნდა იყოს განხილული და უნდა იყოს განხილული აუცილებლად კონტექსტში. ბარიერი არ არის საკითხი, რომელიც ამოვარდნილი იქნება ყველაფრისაგან. ეს დამოკიდებულია სისტემა, როგორი ჩამოყალიბდება საარჩევნო კანონმდებლობის თვალსაზრისით. შენარჩუნდება მაჟორიტარული და პროპორციული ასეთი თანაფარდობა, თუ ჩვენ რაღაცა სხვა სისტემაზე გადავალთ, რომელზეც ადრე ხშირად იყო ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის ჩვენი მონაწილეობით საუბარი. ყველა სხვადასხვა სისტემა ითხოვს სხვადასხვა ტიპის ბარიერს. შესაბამისად, ეხლა ჩვენ ვილაპარაკოთ, რომ მოდი 1%-იანი იყოს ბარიერი და სისტემა სრულიად სხვა შევქმნათ, აბსოლუტურად სხვა მოცემულობას მივიღებთ. დღეს ვილაპარაკოთ, რომ ბარიერი აუცილებლად შევინარჩუნოთ და სისტემა შევცვალოთ სხვა მოცემულობას. თუმცა რამდენადაც მახსოვს, ბარიერის ცვლილება დამოკიდებული მაინც უფრო მიბმული იყო პოლიტიკური პარტიების კიქეთი, მაგრამ აი თუ ჩვენ რეგიონულ პროპორციული პრინციპით წავალთ, რაზედაც იყო ლაპარაკი და ამ ბოლო პერიოდშიც არაერთხელ გაისმა, რომ შეიძლება ამ მიმართულებით წავიდეს პროცესი. იქ აღარც 4%-იან ბარიერზეა ლაპარაკი, აღარც 1%-იან. იქ არის რა მანდატის ოდენობაც იქნება ამომრჩევლის რაოდენობის თვალსაზრისით, იქედან შეიძლება 20%-მდეც კი ავიდეს ზოგიერთ ადგილას ბარიერი, მაგალითად რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, ან თქვათ მცხეთა-მთიანეთში, სადაც შედარებით ნაკლები არის მოსახლეობის რაოდენობა. ამიტომ არ მიმაჩნია პროდუქტიულად ამ შემთხვევაში საუბარი ბარიერის თემაზე. ის რომ საქართველოში მაღალი არ უნდა იყოს ბარიერი, ეს ცხადია და თავის დროზე 5-დან 4-ზე ჩამოწევა როცა ხდებოდა, ჩვენ აქტიურად უჭერდით ამას მხარს და ვამბობდით, რომ 3-ან 4 უნდა იყოს საქართველოს ნაირ ქვეყანაში ბარიერი, თუ ეს სისტემა იქნება ან ამის მსგავსი სისტემა შენარჩუნებული. ჩვენ მზად ვართ, რომ მონაწილეობა მივიღოთ, თუ კი ასეთი პროცესი დაიწყება და იმედია დაიწყება და იცით თქვენ 6 პარტიის ინიციატივა იყო ამასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო რეფორმა იქნება, ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხით რეფორმა თუ საარჩევნო რეფორმა, რომ ამაში არასაპარლამენტო ოპოზიციაც მონაწილეობდეს აქტიურად და ჩვენი პოზიციები ამ ყველაფერთან დაკავშირებით გვექნება. ეს მაინტერესებდა, მეკითხა, მიმდინარეობს უკვე დაიწყო კონსულტაციები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და ძირითადად ჩვენ ვხედავთ ორ მოთამაშეს, ნაციონალებზე ქართულ კოალიციას, ოცნებას, სხვა პარტიები უბრალოდ არღებულობთ მონაწილეობას, უბრალოდ პროცესზე ჩართვაში უარი გითხრეს, ინტერესი არა გაქვთ თუ რაღაცა პასიურობა არის თქვენ
არა, არ არის პასიურობა, მოგახსენებთ, შეკითხვა ნამდვილად დროულია, იმიტომ რომ ის ცვლილებები, რომლებზეც აი ამ თვეების განმავლობაში მიდიოდა ლაპარაკი, ერთი იყო პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებაზე და მეორე პარლამენტის ადგილმდებარეობის ცვლილებაზე. ეს იყო ფრაგმენტული ცვლილებები, რომლის ინიცირება მოხდა გასული წლის ბოლოს, მაგრამ ხელისუფლებას ჰქონდა განზრახვა დღევანდელი დღის ჩათვლით ეს ასე იყო, ან დღევანდელ დღემდე, რომ ფართომასშტაბიანი რეფორმა დაწყებულიყო კონსტიტუციისა. ამაზე შემოთავაზება ჩვენ ჰქონდა, იყო გარკვეული კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან, მაგრამ მოგეხსენებათ, ჯერჯერობით ეს საკონსტიტუციო სახელმწიფო კომისია შექმნილი არ არის, ანუ ამ მიმართულებით ჯერ მუშაობა არ დაწყებულა, მაგრამ დღეს მე რაც მოვისმინე და ალბათ თქვენც მოისმინეთ აი ამ მოლაპარაკების ფარგლებში, ორპარტიული მოლაპარაკების ფარგლებში ითქვა ასეთი რამ, რომ ის კონსტიტუცია, რომელიც წინა პარლამენტმა მიიღო, ნაციონალური მოძრაობის საკონსტიტუციო უმრავლესობამ მიიღო და რომელიც ახალი საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ უნდა შევიდეს ძალაში, რომ მისი ამოქმედების ვადა გადმოვიდეს წინ რამოდენიმე თვით და ამით მოიხსნას ის პრობლემები, რა პრობლემებიც აი ამ დღეების განმავლობაში სამწუხაროდ იყო ქართულ პოლიტიკურ რეალობაში შექმნილი. მე ჯერჯერობით არაფერს არ ვამტკიცებ, მაგრამ თუ ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგადად საკონსტიტუციო ცვლილებები აღარ უნდა განხორციელდეს, მე აი ახლა უცებ რამოდენიმე წუთში რაც მოვასწარი, ამოვიღე ჩვენი ძველი პოზიციები ამ საკითხებთან დაკავშირებით. ანუ როგორი იყო პარტიების მოსაზრებები წინა პარლამენტში მიღებული კონსტიტუციის მიმართ. აი აქ არის რამოდენიმე დოკუმენტი, ერთი დოკუმენტი მაგალითად, რომელსაც 10 ოპოზიციური პარტია მაშინდელი აწერდა ხელს. და ამ 10 პარტიიდან ხელს ვაწერთ ახალი მემარჯვენეები, მე ჩამოთვლი იმ პარტიებს, რომლებიც დღეს მმართველ კოალიციაში არიან, ეროვნული ფორუმი, კონსერვატიული პარტია, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, რესპუბლიკური პარტია, ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები და ხალხის პარტია. ესენი დღეს ყველანი მმართველ კოალიციაში არიან და ვინც არ არიან ამ კოალიციაში, ვართ ახალი მემარჯვენეები, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის, საქართველოს გზა, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა. ჩვენ ყველანი ერთად ვამბობდით, რომ ის კონსტიტუცია, რომელიც მიიღო ნაციონალური მოძრაობის საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ის იყო სრულიად დარღვეული ბალანსის მქონე კონსტიტუცია. ამ განცხადებაში ნათქვამია, რომ სუპერსაპრეზიდენტო მოდელიდან ამ კონსტიტუციამ შექმნა საფუძველი სუპერსაპრემიერო მოდელისათვის. ვამბობდით იმას, რომ პარლამენტს საერთოდ არ გააჩნია ამ კონსტიტუციაში უფლებამოსილებები და ვითხოვდით იმას, რომ ამ პარლამენტს, წინა პარლამენტს უпростоრად არ მიიღო გადაწყვეტილება კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით და შემდგომში არჩეულ ოქტომბერში არჩეულ პარლამენტს მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. თუ დღეს ყველა ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც ამას ითხოვდა და ამბობს, რომ ეს კონსტიტუცია კარგია და მოდი გადმოვწიოთ ვადა ამ კონსტიტუციის ამოქმედებისა, ძალიან რთულ მოვლენასთან გვექნება საქმე. მე ანუ თქვენ გინდათ თქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილზე გადმოდის ეს სუპერ იცით, მთელი პარადოქსი ამ სიტუაციის არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალურმა მოძრაობამ თავის დროზე სათავისოდ გაიმზადეს მართლაც სუპერსაპრემიერო მოდელი და თქვენ იცით, რომ ძალიან დიდი ვნებათაღელვა იყო ამასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილს უნდოდა, რომ საპრეზიდენტო პოსტის შემდგომ პრემიერის პოსტი დაეკავებინა და მთელი ძალა უფლება წამოიღეს და მისცეს პრემიერს და ასე ვთქვათ, ხალხის არჩევანმა თუ მათმა ბედმა ასე განსაზღვრა, რომ ამ ცვლილებებით მათ ვეღარ ისარგებლეს, მაგრამ ამ ცვლილებებით შეიძლება დღეს გაუჩნდეს ცთუნება, სურვილი ახალ მმართველ კოალიციას რომ ისარგებლოს. დღეს მე რა განცხადებებიც მოვისმინე. სწორედ ამაზე იყო ლაპარაკი. მე არ ვიცი, შეიძლება მოლაპარაკების პროცესში გამოიკვეთოს რაღაცების ცვლილებები, ამიტომ არ მინდა მოვლენებს წინ გაუსწრო, მაგრამ აი მაგალითად დათო უსუფაშვილის პოზიცია დღევანდელი პარლამენტის თავმჯდომარის, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემთ და იცით თქვენ, ჩემი დამოკიდებულება მისადმი. მაშინ განაცხადა, როდესაც ეს განხილვები მიმდინარეობდა, რომ საერთოდ აზრს ვერ ხედავს ხელისუფლებასთან შეხვედრაში ამ კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით, რადგანაც შემოთავაზებული საკონსტიტუციო მოდელი
გულისხმობს ცვლილებები გადავიდეს პრეზიდენტის ძალაუფლებიდან პრემიერ-მინისტრის ხელს და პრემიერ-მინისტრის ხელში მოიყაროს თავი, ხოლო პარლამენტი კვლავ აბსოლუტურად უუფლებო დატოვოს. ჩვენ მივიღეთ ეს კონსტიტუცია, ჩვენ კი არა, მაშინდელმა პარლამენტმა მიიღო ეს კონსტიტუცია. პარლამენტს საერთოდ აღარა აქვს უფლებები, მანამდეც დიდი ვერაფერი უფლებები ჰქონდა, მაგრამ კონსტიტუციურმა ცვლილებებმა ვერ შეიტანა იქ რაიმე არსებითი ძვრა ამ თვალსაზრისით და პარლამენტი, როგორც ყველა ხელისუფლების პირობებში, კვლავ და კვლავ რჩება უუფლებო. უბრალოდ ერთი ძლიერი ფიგურა, რომელიც მაშინ იყო პრეზიდენტი და მის გარშემო ტრიალებდა ყველაფერი, ჩვენ ახლა მივიღეთ მეორე ძლიერი ფიგურა, ახალი არჩევნების შედეგად, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებს და არის ალბათობა, რომ მის გარშემო დატრიალდეს ყველაფერი. თუ ეს განხორციელდა, მერე რომც დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლილებები, მერე ძალიან ძნელი იქნება უკვე მიცემული უფლებების უკან გამორთმევა და მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ თუნდაც მართლ კოალიციაში რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ გაბედოს სიტყვის დასვენება იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელ პრემიერ-მინისტრს შემდგომში უფლებები უნდა შეუკვეცოს. ასე რომ ძალიან დიდი სიფრთხილეა ამ საკითხებთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არ მივიღოთ ისევ ავტორიტარული მმართველობის მოდელი ქვეყანაში, სადაც არანაირი ბალანსი შტოებს შორის არის არსებული. კალტუფიკე, როდესაც საუბარია, რომ პრეზიდენტს ჰქონდა დიდი უფლებები, ანუ პარლამენტი იყო სუსტი, ბერწილად ეს იყო იმიტომ, რომ ფუნქციები არ ჰქონდა პარლამენტს. ანუ თქვენ გინდა თქვათ, რომ ახალი პარლამენტით თუ კი ახლა პრეზიდენტს ჰქონდა უფლება დაეთხოვა პარლამენტი ასეთივე უფლება ექნება პრემიერ-მინისტრს პარლამენტის დათხოვვის და არ ექნება უფლება გააკონტროლოს მთავრობა. თქვენ თუ გახსოვთ პარლამენტი ამტკიცებს პრემიერ-მინისტრს და ახალ მთავრობას და მას შემდეგ უკვე პარლამენტი აღარ მონაწილეობს საერთოდ აღარაფერში, აღარც მინისტრების ცვლილებებში, აღარც მთავრობის პროგრამის ცვლილებებში და თუ კი პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს მთავრობის შეცვლას და მას წარუდგენს პარლამენტს, პარლამენტი თუ მას არ ეთანხმება, პრემიერ-მინისტრს აქვს პარლამენტის გაშვების უფლება. ეს არის აი იმ კონსტიტუციაში, რომელიც უნდა ამოქმედდეს ოქტომბრის არჩევნების შემდგომ და შესაძლოა დღეს როგორც მოვისმინეთ დილის განცხადებებით, ამოქმედდეს უფრო ადრე. პარლამენტს ჰქონდეს უფლება, რომ დაითხოვოს პარლამენტი. საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ხო, ამ წუთში პრემიერს აი იმ კონსტიტუციით აქვს უფლება, რომ თუ არ დაეთანხმა პარლამენტი მას მთავრობის ცვლილებაზე, მას შეუძლია რომ დაითხოვოს პარლამენტი. თქვენ მკითხეთ, რომ აი რატო ვერ აკონტროლებდა პარლამენტი. ერთი რომ უფლებები არ ქონდა არც წინა პარლამენტს და არც ახლანდელ პარლამენტს ამ კონსტიტუციით არ ექნება და მეორე, როდესაც პრაქტიკულად საკონსტიტუციო უმრავლესობას ან საკონსტიტუციო უმრავლესობასთან მიახლოებულ უმრავლესობას რაოდენობრივად ფლობს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა. როდესაც არის ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერი და ჩვენ ვხედავთ, რომ ვერც ნაციონალური მოძრაობა უწევდა დიდად წინააღმდეგობას და არც დიდი სურვილი ქონია მიხეილ სააკაშვილისთვის გაეწია ოპონირება და პარლამენტს თავისი ფუნქცია შეესრულებინა. სამწუხაროდ აბსოლუტურად იგივე იქნება ამ შემთხვევაშიც, იმიტომ რომ ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში წინა საარჩევნო პერიოდშიც და დღესაც გვესმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი, ყველა საკითხზე მან უნდა მიიღოს ბოლო გადაწყვეტილება და მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ პარლამენტმა გაბედოს ამ შემთხვევაში და რაიმე ტიპის წინააღმდეგობა გასწიოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. აქ პერსონებშიც არ არის საქმე. თუ ეს ტრადიცია არ შეიქმნა და მთელი ეს საკონსტიტუციო განხილვა მიდიოდა ისე, რომ მიდიოდა კამათი პრეზიდენტის უფლებამოსილებებზე, მისი ბოროტად გამოყენების შესაძლებლობაზე, ის რომ მთავრობას ქონოდა გარანტია, მაგრამ არავინ არ ლაპარაკობდა იმაზე, რომ პარლამენტსაც უნდა ქონოდა რაღაცა ბერკეტი და რაღაცა გარანტია და ეს არის ძალიან ცუდი. თუ ჩვენ კონსტიტუცია კვლავ ისევ ვცვალეთ, რომ პარლამენტმა ისევ ვერ შეიძინა ვერანაირი უფლებები, ხვალდაზე ჩვენ ისევ მივიღებთ ძალიან ცუდ და დაუბალანსებელ სისტემას. კალტუფიკე, მე მესმის, რომ თქვენ ძალიან ფრთხილად საუბრობთ, მაგრამ მაინც მინდა რომ ნათელი რო გახდეს პირდაპირ გკითხოთ. ანუ არსებობს იმისი საფრთხე, რომ შეიძლება
ახალი კონსტიტუციაც ვადებმა თუ გადმოიწიეს, პრემიერმა დაითხოვოს ვადაზე ადრე პარლამენტი, იმიტომ რომ ბევრი ექსპერტი აკეთებს განცხადებას, რომ ამ პარლამენტის მისი კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიებიდან ბიძინა ივანიშვილისთვის ან პრემიერისთვის შეიძლება მიუღებელი იყოს გარკვეული ნაწილი და არ არის გამორიცხული, რომ იმიტომაც რომ ნაციონალები არ მოხვდნენ პარლამენტში, ეს უფლება გამოიყენოს. თქვენი აზრით? არ ვიცი, ხა მე ზოგადად არ მიყვარს მარჩიელობა ესეთ თემებზე. ხა ბევრი ვინმე ისეთ რამეებს ლაპარაკობდა და აპოკალიფტურად ხატავდა სურათებს, რომ ერთ თვეში ესეთი უბედურება მოხდებოდა და ესეთი რამეები არ მომხდარა. მაგრამ თავისთავად პარლამენტი ვერ იქნება ვერანაირი ფუნქციის შემსრულებელი იმ პოლიტიკურ რეალობაში, რომელიც მივიღეთ და იმ უფლებების პირობებში, რომელიც დღესაც არის და მომავალში შეიძლება იგივე დარჩეს. ეს არის ტრაგედია. თორემ ის რომ იმ კოალიციაში იმ თავითვე აღიარებულია, რომ სრულიად სხვა სიმაღლეზე დგას კოალიციის ლიდერი და ძალიან დაბლა მოიაზრებენ დანარჩენი ლიდერები თავს, ეს იმ თავითვე შესთავაზეს მათ საზოგადოებას ასეთი პირობები, ასეთი თამაშის წესები, ასეთი არჩევანი და ბუნებრივია დღემდე ასე მიდის ეს პროცესი. იმ დონეზე რომ ბატონ ივანიშვილს აქვს განცდა, რომ ქუთაისში რომ არის პარლამენტი, ისე ეფექტურად ვერ აკონტროლებს და ამიტომ თბილისში ჯობია მასთან ახლოს რომ იყოს. ის ამაში აბსოლუტურად გულწრფელია. მე მესმის რომ კონსტიტუცია ისეთი რამე არის, რომ კარგად ჩახედულ ადამიანებსაც კი უჭირთ გარკვეული ნიუანსების დანახვა, მაგრამ მას ამ შემთხვევაში ეს ნიუანსები არ აინტერესებს. მას აინტერესებს ის, რომ მან იცის, რომ ეს ის პარლამენტია, რომელიც მასზე არის ძალიან სერიოზულად დამოკიდებული. პოლიტიკურად და ეს ის პარლამენტი იქნება, რომელიც მასზე იქნება დამოკიდებული უკვე როგორც პრემიერ-მინისტრზე კონსტიტუციურად და ეს არის ცუდი. არ ვიცი, მე ეს იმიტომ ვთქვი, რომ დღეს რაც მოვისმინეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს დროებით უნდა იყოს და ფართომასშტაბიანი რეფორმა, რომელიც იყო დეკლარირებული, მაინც უნდა შედგეს და განხორციელდეს. არა მაქვს დღეს ამაზე პასუხი, ამიტომ არ ვლაპარაკობ ისე მკაცრად, როგორც მოელოდა, ასე ვთქვათ, ქალბატონი კეთი, მაგრამ თუ ეს ასე იქნა, ეს რა თქმა უნდა ძალიან რთულ პროცესებს შექმნის და აბსოლუტურად გამოვა, რომ ფართო კონსენსუსის მაგივრად ჩვენ მივიღებთ იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც სულს არ იტყვის იმ კონსტიტუციაზე, რომელიც თვითონ მიიღო ერთი წლის წინ, დათანხმდება იმ ხელისუფლებას, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი, იმიტომ არის რთული პერიოდი, რომ სახელისუფლებო გადასახედი ყოველთვის ითხოვს, რომ მან მეტი ბერკეტები აიღოს ხელში, მეტი უფლებები აიღოს და გონია, რომ ასე უკეთესად განახორციელებს ყველაფერს და ოპოზიცია, საზოგადოებრივი აზრი, იმიტომ არის საჭირო, რომ ხელისუფლების ეს სურვილი დააბალანსოს, ცოტა დაბლა დასწიოს და ამ შემთხვევაში ჩვენ ამას ვერ დავინახავთ, ამ დაბალანსების მომსწრე ვერ ვიქნებით. მე იმედს ვიტოვებ, რაც თქვენ კითხეთ, რომ ის საკონსტიტუციო რეფორმა შედგება, იმიტომ რომ აი ეს დოკუმენტები აბსოლუტურად ნაწილია იმ დოკუმენტებისა, რავნებათა ხელაც მაშინ ახლდა საკონსტიტუციო განხილვის პროცესს. ჩვენ ყველანი ვამბობდით, რომ ეს იყო ერთი ძალის მიერ საკუთარ თავზე მორგებული საკონსტიტუციო მოდელი, სუპერსაპრეზიდენტოდან სუპერსაპრემიეროსკენ. თუ ჩვენ არ გვინდა, რომ ეხა სუპერსაპრემიერო მოდელი მივიღოთ, რომელიც რაღაცა დიდ შეღავაც ვერ იძლევა პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის პოსტის გაცვლით ან პერსონების ჩანაცვლებით, მაშინ უნდა დაიწყოს მართლაც ფართო საკონსტიტუციო რეფორმა და მივიღოთ მართლაც დაბალანსებული კონსტიტუციური მოდელი და არა ის, რომ კიდევ ერთხელ და კიდევ ერთ გზის, ერთ კონკრეტულ რეალობაზე მორგებული. და ბოლოს მე მინდა გკითხოთ კოაბიტაციასთან დაკავშირებით, თქვენი აზრით რამდენად პერსპექტიულია კოაბიტაცია, რამდენად შედგება კოაბიტაცია ნაციონალურ მოძრაობას ქართულ ოცნებას შორის და ეს პროცესი გარკვეულწილად ხარ შეუშლის ხელს პატარა პარტიებს და დატოვებს მათ პოლიტიკური პროცესების მიღება თქვენი. მიუხედავად იმისა, რომ საფრთხე იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ სწორედ მოილაპარაკონ იმაზე, რომ გაიყონ როლები მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პარლამენტს გარეთ ვართ დღეს და არ მონაწილეობთ ამ პროცესში,
მე მაინც ვთვლი, რომ თანაცხოვრება ამ პოლიტიკური ძალებისა უნდა შედგეს. სხვანაირად ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მძიმე პროცესი მიმდინარეობს ქვეყანაში და თუნდაც ის 8 თებერვალი, რომელზეც ამდენი მithქმა-მოთქმა არსებობს და ამდენი ნებათა ღელვა მოყვა ამ ყველაფერს და რაც ერთმნიშვნელოვნად ძალიან ცუდი მოვლენა იყო, თუნდაც ის რაც ტელეეთერში მოხდა დაპირისპირების სახით, თუნდაც ის, რასაც ჩვენ ვხედავთ პერიოდულად სხვადასხვა ადგილას, რაიონებში თუ ასე შემდგომ, ძალადობრივი ელემენტების შემოტანით პოლიტიკაში, ეს არის ძალიან ცუდი. ეს ძალიან ცუდია ყველასთვის. აქტიურად მონაწილეობდა საპარლამენტო ცხოვრებაში ხარ ჩართული, პარლამენტს მიღმა ხარ თუ მე სულ ვამბობ, რომ თუ ქვეყანა წავიდა დემოკრატიული გზით, ეს ორი ძალა ერთმანეთში ვერ გაიყოფს ძალაუფლებას და ყველასთვის დარჩება ადგილი, მათ შორის პოლიტიკური პარტიებისთვის პარლამენტს გარეთ, მედიის თავისუფლებისთვის, არასამთავრობო სექტორისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, მაგრამ თუ პროცესები წავიდა ცუდად, წავიდა ესკალაციის გზით, წავიდა ძალადობრივი გზით, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან ცუდი რამ შეიძლება დატრიალდეს ქვეყანაში და 21 საუკუნეში ჩვენ პროგრესული ხელისუფლების და პროგრესული რეალობის მაგივრად მივიღოთ ძალიან ცუდი რეალობა, რეგრესული რეალობა, სადაც სახელმწიფოებრიობის მომავალი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ასე რომ ის რომ ცდელობა ექნებათ მათ პოლიტიკური სივრცის განაწილებისა, ეს იქნება. მე ამას ვხედავ კიდეც, ბევრი გამოვლინება მინიშნებით მაინც ამისი არსებობს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე ამისი არ მეშინია, ნამდვილად თუ კი პროცესი წავა დემოკრატიული განვითარების გზით. კი ბატონო.